იკარგება თუ არა ხსნა? არა, რა თქმა უნდა, და მე ამ თემაზე ვედებატე 50-იანელების უხუცეს. ახლა მოგასმენინებთ ერთ მონაკვეთს ამ დებატიდან. ეხლა მე დავიშვა სხვა კითხვას. ნახე, რომა, ხსნის დაკარგვაზეც მაქვს ერთი კითხვა რა. პავლე ამბობს მე მწამს მერვე თავში 38-39 მუხლები რომ და რო ჩამოთვლის სიკვდილი სიცოცხლე სიმაღლე და ვერც სიმაღლე ვერც ჯოჯოხეთი ვერც თავრობანი რაიმე სხვა ქმნილება ანუ ქმნილებაში თავის თავის იგულისხმება ჩემი თავი არა ქმნილება არ არის პავლე სხვა ქმნილება განმაშორებს იესოსო ლუკა სხვა ქმნილება სხვა ქმნილება სხვა რაც ჩამოთვლილთაგან რომა ანუ საკუთარ თავზე უყურე წიგნი და ვერც რაიმე სხვა მაშინ წაგიკითხავ აი ამ მუხს ნახე რა წერია ზუსტად წაგიკითხავ 38-39 მუხლებს შეხედენ ეს რა წერია რადგან მწამს ანუ ეს არის რწმენა მწამს იძახის მწამს რომ ვერც სიკვდილი ვერც სიცოცხლე ვერც ანგელოზი ვერც მთავრობანი ვერც ძალნი ვერც საწყო ვერც მომავალი ვერც სიმაღლე ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განმაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში პავლე ქმნილება არის ღვთის ქმნილებაა რა თქმა უნდა მაშინ პავლეს ვერ განაშორებს ერთი წამი საკუთარ თავზე ერთი წამი მაშინ მარტივ რაღაცას გეკითხები იგივე პავლე როცა ლაპარაკობს შიშის და წოლით ვიღწვი და ისო მეთიბადებს შემში სულის და მოქმედებას ამას ვეხმაურები და ამას რა თქმა უნდა ამას მოკლედ ახლა აქ რა მოხდა ანუ რომელთა მერვე თავში 38-39 მუხლებში მოცემული ასეთი მოცემულობა რომ პავლემ ჩამოთვალა ქმნილებები მე დაასრულა ჩამოთვალა და ამბობს ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განმაშორებსო ანუ პავლე პირდაპირ აღნიშნავს რომ აბსოლუტურად ვერანაირი ქმნილება მას ღმერთს ვერ განაშორებს და თვითონაც ქმნილებაა და რა თქმა უნდა თავის იგულისხმება ეს რო უთხარი თავიდან სხვა ქმნილება წერიაო ამით ეცა და გამოძრომას და სხვა ქმნილება რატო ეწერა აუხსენი რომ ჩამოთვალა ქმნილებები აწყო მომავალი სიმაღლე სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ანუ სხვა თავისგან სხვა კი არა არამედ ამ ჩამოთვლილთაგან კიდე რაიმე სხვა რაც კი დარჩა ქმნილება ანუ თავისი თავიც და უკვე რომ ჩიხში შევიდა და რომ ნახა რომ აი პავლე ყველანაირი ქმნილებას გულისხმობს რომ დაუსვი კითხვა რომ ანუ პავლეს ვერ განაშორებს საკუთარ თავს და ანუ შეუძლებელია მორწმუნე დაიღუპოს მეთქი უკვე მისი პასუხი იყო ესეთი მოიცა ახლა მე გკითხავო აბა იგივე პავლეო რო ამბობსო შიშითა და ძრწოლით ვიღწვი და ღმერთი ბადებს სურვილს და მოქმედებას და მე ვეხმაურები ანუ ეს რა არის? ანუ პასუხი იყო ეს ჩემს კითხვაზე და არგუმენტზე თუ ანუ რა შუაშია? ხო, ნუ გასაგებია ამ ადამიანს არ აქვს უნარი დებატების სამწუხაროდ და მე ვეხმაურები ამ ზმნის არც ერთ ფორმას არ იყენებ ჯერ ერთი პავლე მოციქული, ანუ ამბობს რომ ღვთის თანამშრომლები ვარ, თანამშრომლები რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქრისტეში შვილობა გვაჩუქა ღმერთმა, მაგრამ ეგ მუხლიც კი რომელზეც გაიქცა ამ შემთხვევაში, ეგ მუხლიც კი მის პოზიციას ანგრევს საბოლოოდ ფილიპელთა მეორე თავის მე-12 მუხლი. მე-12 და დავამთავრებ. აი მართლა გეუბნები, არ გატყუებ. მე გაგისვა მაშინ კიდე. ფილიპელთა 2:12. ამიტომ ჩემო საყვარელოც მე როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი. არა მარტო მაშინ როცა მან დარ ვარ, არამედ უფრო ახლა მეტად როცა მან დარ ვარ. შიშისა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენ სახსნელად. რას ნიშნავს ეს? შემდეგი მუხლი წაიკითხე და გეტყვი. რადგან ღმერთი ბადებს თქვენში სულისას და მოქმედებასაც ღმერთი ბადებს ანუ ფილიპელთა მეორე თავის მე-13 მუხლში პირდაპირ წერია რომ ღმერთია ის ვინც ბადებს ჩვენში სურვილსაც და მოქმედებასაც ანუ ღმერთი უბრალოდ სტიმულის მომცემი კი არ არის რაღაცა мотиваციური ვიდეო კი არ არის ღმერთი ანუ თვითონ არის წმინდა აქტუალობა და შესაბამისად მოქმედებების მაგენერირებელიც ჩვენში ღმერთია ანუ ამას რა უნდა ბევრი მსჯელობა და ფილიპელთა პირველი თავის მე-6 მუხლში პირდაპირ წერია პავლე ამბობს რომ მწამსო რომ თქვენ შორის კეთილი საქმის დამწყები ღმერთი დაასრულებს კიდეც მას იესო ქრისტეს დღემდე ანუ საბოლოოდ მხოლოდ მე ვცემდი კითხვებზე პასუხს და მეღორებო იცით რატომ არის ეს პოზიცია რომ ხსნა არ იკარგება ზოგი ადამიანისთვის ასე კატეგორიულად მიუღებელი იმ დონეზე მიუღებელი რომ მზად არიან თავის თავ შეეწინააღმდეგონ წერილს დაუპირისპირდნენ ინტელექტუალურად არაგულწრფელები იყვნენ. რატომ არის ეს იცით? იმიტომ რომ ისინი ხსნაში მხოლოდ ქრისტეს კი არ ენდობიან, არამედ საკუთარ თავსაც. ამ პარტავნების ილუზიაში იმყოფებიან. ამიტომ გეუბნებიან, კი ქრისტემ გადაღარჩინა, ეხლა კი შენი ირწმუნე, მაგრამ კი ყველა ცოდვა მოგიტევა იესო, მაგრამ თუ არ იცხოვრე შესაბამისად და თუ ეს არ ქენი და თუ ეს არ ქენი, შეიძლება ეს გადარჩენა დაკარგო. ანუ ამით რას გეუბნებიან, იცი? ჩვენ შემოგხედე ჩვენ რა მაგრად ვცხოვრობთო აი ჩვენ წმინდა ცხოვრება შეხედეო პარაგოს 10 მცნები და რამდენი გამოასწორეო ყველა
ყველა გამოვასწორი ათმცნებიდან. ხო, ნუ, როდესაც ასეთ ილუზიაში არის ადამიანი, ხო, მესმის რა ცოტა რთულია. თან მე ამ ადამიანს ვკითხე, რომ შენ ხო ამბობ, რომ გადარჩენილი ხარ და თუ იკარგება, რა იცი მეთქი რომ არ დაკარგავ და მეო მწამსო რომ არ დავყარგავ და შენ თუ გწამს, ეგ თუ არის შენი მწამსი, ანუ სხვას ეგრე არ უნდა წამდეს, ანუ სხვაზეა გართულება, შეიძლება სხვამ დაკარგოსო რა, ანუ იმიტომ რომ თვითონ ეხლა 10 ვეის გამოასწორა წრება და მოკლედ საბოლოოდ შევაჯამებ და ერთ რამეს ვიტყვი, ანუ 50-იანელებს გეტყვით ერთ რამეს, რომ მე ბევრ 50-იანელს ვიცნობ და აი მართლაც უსაყვარლესი და უთბილესი ადამიანები არიან და მე ძალიან მიყვარხართ. უბრალოდ იმის ქადაგება, რომ ხსნა იკარგება, ანუ ეგ არის ცრუ ქრისტეს ქადაგება, იმიტომ რომ ქრისტეს მიერ მოცემული ხსნა არის ერთხელ და სამუდამოდ. ამიტომ ამბობს იესო, მე მათ ვაძლევ საუკუნო სიცოცხლეს და არ წარწყმდებიან უკუნისამდე. არ წარწყმდებიან უკუნისამდე იცით რას ნიშნავს, ანუ არ წარწყმდებიან არასდროს. იგივეა რა, ანუ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ ნიშნავს, რომ ანუ სიცოცხლის ბუნებას განსაზღვრავს სიტყვა საუკუნო. ანუ საუკუნო თუ არის, ვერ დაიკარგება, ხო? ანუ ლოგიკურია. და ამის გაგება და გააზრება რატო უჭირთ იცით ადამიანებს? აი ესო რომ ამობს უარყავი თავი შენი, ანუ ეს საკუთარი თავი უარყოფილი არ არის. ანუ ასე ზედაპირულად მსჯელობენ, რომ კი, მაგრამ აი მე ხო მაქვს თავისუფალი ნება და აი ამ ჩემი თავისუფალი ნებით რომ აი განუდგე და ავირჩიო ურწმუნოება და რა თავისუფალი ნებით? იმ თავისუფალი ნებით შენ რაც გაქვს 10-დან 9-ჯერ ბოროტებას ირჩევ. რა თავისუფალი ნება? თავისუფალმა ნებამ გადაღარჩინა თუ იესო ქრისტემ. პირდაპირ წერია ჩვენ კი არ ავირჩიეთ, მან აგვირჩია. ამ ადამიანებს თავისი გამოგონილი რაღაცა თავისუფალი ნების კონცეპტი ყავთ გაღმერთებული, დამახინჯებული კონცეპტიდან, რაც თავარია. ანუ მათი ღმერთი და გადამრჩენელი იესო ქრისტე კი არ არის. თავისუფალი ნება, აი თა უფრო მაღლა აყენებენ. აი მე ჩემი თავისუფალი ნებით რა, ანუ წარმოდგენა არ აქვთ ქრისტეს არ იცნობენ. ასე რომ 50-იანელებო მიყვარხართ მართლა გულწრფელად და მანდ თუ ვინმე არის გადარჩენილი თქვენთან, გაიგებს მაგას რომ ხსნა არ იკარგება.